და საქმეს აღამოს განვაგრძობ შოთა ტყეშელაშვილთან ერთად, რომელიც პარასკევის ტრადიციით გვერდება 2026 წელს პირველად, ხო? დიახ, გავხსენით სეზონი. გავხსენით სეზონი საღამომშვიდობის და პრინციპში შევაჯამოთ გასული კვირის სიახლეები და ამბები ბიზნესიდან და ეკონომიკიდან და ბოლო დღით უნდა დავიწყოთ ალბათ უშინდელი დღით აეროპორტის ინვესტიცია ტავი და ADP. დიახ, ნამდვილად ყოველ კვირას არ გვესმის ესეთი დიდი პროექტის შესახებ. გუშინ ხელი მოაწერეს ADP ჯგუფმა და მთავრობამ საქართველოს თბილისის მთავარი აეროპორტის გაფართოების შესახებ 150 მილიონი დოლარი არის ამ პროექტის მთლიანი მოცულობა და მის შედეგად თბილისის აეროპორტის წლიური გამტარიანობა უნდა გაორმაგდეს და 10 მილიონი მგზავრის მომსახურება უნდა შეძლოს ამ აეროპორტმა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი არის დამატებითი გეითების მოწყობა, ანუ გასასვლელების მოწყობა აეროპორტში, უნდა გაფართოვდეს როგორც გაფრენის, ასევე ჩამოფრენის ტერმინალი, ასევე აეროპორტის შიდა ლაუნჯი და მთლიანი ინფრასტრუქტურა უნდა გაიზარდოს მისი ზომა და 2028 წლამდე გეგმავს ამ პროექტის დასრულებას ADP და ტავი. თუმცა ის არის მნიშვნელოვანი, რომ პარალელურად მთავრობა აცხადებს, რომ 2031 წლიდან უნდა ამოქმედდეს ახალი აეროპორტი, რომელიც ვაზიანში განთავსდება. შესაბამისად, ინვესტიციის ამოღებისთვის ფანჯარა აქვს 2028 წლიდან 2031 წლის ჩათვლით. ტავს, რის შემდეგაც მთავრობა ამბობს, რომ უნდა დაიხუროს არსებული აეროპორტი და მან თბილისის აეროპორტი ვაზიანის ტერიტორიაზე უნდა გადავიდეს. შოთა, ხომ არ ყოფილა საუბარი იმაზე, რომ ვაზიანში ასამოქმედებელი აეროპორტის ოპერატორი ამ შემთხვევაში შეიძლება გახდეს ტავი, ან ექნება თუ არა მათ ასე ვთქვათ ამგვარი წინადადება. დიახ, ჯერჯერობით დეტალები არ ვიცით, თუმცა ავიაციის ექსპერტების შეფასებით საკმაოდ მნიშვნელოვანი არის გაფართოების ეს პროექტი, თუმცა თბილისის აეროპორტი ინფრასტრუქტურის მიმართულებით უკვე აღწევს გარკვეულ ზღვარს, რის შემდეგაც გაფართოება უკვე რთული იქნება, თუმცა როგორც ცნობილია, ეს დამოკიდებული იქნება ნაკადებზეც თუ ფაქტობრივად რამდენი მილიონი მგზავრი ჩამოვა თბილისის აეროპორტში და იქნება თუ არა შესაბამისად საჭიროება. და მაქსიმალური მოლოდინებით კომპანიისთვისაც საინტერესო უნდა იყოს, რათა შემდგომ უკვე ახალი ინვესტიციებიც განახორციელოს. შოთა, ასევე მიმდინარე კვირის განმავლობაში გავრცელდა სტატისტიკა ექსპორტთან დაკავშირებით 2025 წლის შედეგები გახდა ცნობილი, უფრო კონკრეტულად რისი თქმა შეგვიძლია და რა ტენდენციები იკვეთებოდა გასული წლის განმავლობაში საქართველოში. დიახ, წინასწარი მონაცემები გავიგეთ იმის შესახებ, რომ 2025 წელს მთლიანი ექსპორტი იყო 7 მილიარდ 300 მილიონი დოლარი, რაც წლიურად არის 11%-ით გაზრდილი მაჩვენებელი. და იმპორტი კი დაახლოებით 9%-ის ფარგლებში გაიზარდა 18 მილიარდ 500 მილიონ დოლარამდე. უშუალოდ დეტალები მომდევნო კვირაში უნდა გახდეს ცნობილი, რადგანაც ჯერ ეს მხოლოდ წინასწარი მონაცემები იყო და მასში საქონლის მიხედვით ჩაშლილი არ არის თუ რა კატეგორიის ექსპორტი გაიზარდა, თუმცა 11 თვის მდგომარეობით პირველ ადგილზე იყო მსუბუქი ავტომობილები, რომლის ტრადიციულად ლამის ყოველთვის. დიახ, 2 მილიარდ ნახევარ დოლარს აჭარბებდა სავარაუდოდ. დაახლოებით 3 მილიარდ დოლარსაც შეიძლება დაუახლოვდა წლიურ ჭრილში საქართველოსთან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი და დაახლოებით 40%-ის წილი აქვს ამ საქონელს არსებული მდგომარეობით. ანუ დისპროპორციული დამოკიდებულება გვაქვს ეკონომიკური რეალურად ავტობიზნესზე ქვეყანას. საკმაოდ მაღალი დამოკიდებულება. როგორც იმპორტში, ასევე ექსპორტში საკმაოდ, ექსპორტში პირველ ადგილზეა და იმპორტშიც პირველ ადგილზეა. მე მგონი ავტოპროდუქტებს უსწრებს, ხო, ავტოპროდუქტებს უკვე ავტომობილები რა თქმა უნდა უსწრებს. ხო. შოთა, ფულად გზავნილებით უნდა ვისაუბროთ, ასევე გაზრდილი იყო დეკემბრის მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატები პირველ ადგილზეა და რუსეთსაც ჰქონდა ზრდა გარკვეული
თქო შემცირების შემდეგ. დიახ, რუსეთიდანაც გაიზარდა ფულადი გზავნილები. მთლიანობაში გასულ თვეში 338 მილიონი დოლარი გადმოირიცხა მცხეთიდან საქართველოში, რაც 18%-ით არის გაზრდილი. პირველ ადგილს იკავებს ამერიკის შეერთებული შტატები 64 მილიონი დოლარით, საიდანაც ასევე 18%-ით გაიზარდა გზავნილები. მეორე პოზიციაზეა იტალია 58 მილიონი დოლარით, ხოლო მესამეზე რუსეთი 53 მილიონი დოლარით, საიდანაც ასევე 18%-ით არის ზრდა. მთლიანობაში გაზრდილი არის ეს მაჩვენებლები, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ აშშ ამკაცრებს თავის საიმიგრაციო პოლიტიკას და ფაქტობრივად საქართველოსთან საიმიგრაციო ვიზების დამუშავება შეწყდა, შესაძლებელია ამ მიმართულებით არსებული მაღალი მაჩვენებლები გარკვეული პერიოდის შემდეგ შეიცვალოს კიდევაც. კი ბატონო, მადლობა შოთა ჩართვისთვის. გიორგის ორი კოკა აქვს და გიორგი გადმოგცემს. საჩუქრად შეგვიძლია გადავცეთ ერთი შოთას ტრადიციულად უკვე. შეგვიძლია ერთი წაიღო. მადლობა შოთა პეშელაშვილი იყო ჩვენთან ერთად.